ვიდეოში ვისაუბრებთ კბილებზე, სეგმენტებსა და ინტერვალებზე. თავდაპირველად დავიწყოთ კბილების დახასიათებით. ზოგადად, როდესაც ვახასიათებთ კბილებს, ვითვალისწინებთ მის ხანგრძლივობას, ანუ სიგანეს და მის ამპლიტუდას, ანუ სიმაღლეს. პირველი კბილი, რომელიც ელექტროკარდიოგრამაზე გვხვდება, პ-კბილია და პ-კბილი ასახავს წინაგულების აგზნებას. პ-კბილის ნორმული ხანგრძლივობა 0.12 წამია, ხოლო ამპლიტუდა 2.5 მმ. შეამჩნევდით, რომ გვერდზე ციფრად გვაქვს მიწერილი რიცხვები, რომელიც რეალურად ელექტროკარდიოგრამის ქაღალდზე არსებული კვადრატების რიცხვებს შეესაბამება. უფრო მარტივი და უფრო კლინიკურად გამოსაყენებელი სწორედ ამ კვადრატების რაოდენობის დამახსოვრებაა. პ-კბილს მოსდევს QRS კომპლექსი, რომელიც შედგება 3 დამოუკიდებელი კბილისგან, ეს არის Q, R და S კბილები და სამივე მათგანი ასახავს სპარკუჭების აგზნებას. მისი ნორმული ხანგრძლივობა 0.8 ასედიდან 0.1 წამამდეა. QRS კომპლექსში ყველაზე მაღალი კბილი არის R კბილი და სწორედ R კბილის ამპლიტუდა 6-დან 16 მმ-მდეა. QRS კომპლექსს მოსდევს T კბილი, რომელიც გულის მოსვენების, ანუ რეპოლარიზაციის ფაზას ასახავს და მისი ამპლიტუდა 3-დან 6 მმ-მდეა, ხოლო ხანგრძლივობა 0.1-დან 0.25 წამამდეა. T კბილის შემდეგ შესაძლებელია რიგ შემთხვევებში შეგვხვდეს U კბილი, რომლის ამპლიტუდაც 0.5 მმ-ია. U კბილი შეიძლება იყოს ელექტროკარდიოგრამაზე, ან შეიძლება საერთოდ არ შეგვხვდეს, მას შეიძლება ჰქონდეს როგორც ფიზიოლოგიური, ასევე პათოლოგიური ხასიათი. Შემდეგ, რასაც განვიხილავთ, სეგმენტებია და სეგმენტი ზოგადად ეს არის მანძილი ერთი კბილის დასასრულიდან მომდევნო კბილის დასაწყისამდე. პირველი სეგმენტი ეს არის PR სეგმენტი, ასევე გვაქვს ST სეგმენტი და გვაქვს TP სეგმენტი. სამივე მათგანი ნორმის შემთხვევაში სწორედ იზოელექტრულ ხაზზე მდებარეობს. რაც შეეხება ინტერვალებს. ინტერვალები თავის თავში მოიცავს როგორც სეგმენტს, ამასთანება მასთან თავის თავში მოიცავს ერთ ან რამდენიმე კბილს. პირველი ინტერვალი, რომელიც გვაქვს, ეს არის PR ინტერვალი და ეს არის მანძილი P კბილის დასაწყისიდან QRS კომპლექსის დასაწყისამდე. ხოლო QT ინტერვალი, ეს არის მანძილი QRS კომპლექსის დასაწყისიდან T კბილის დასასრულამდე. PR ინტერვალის ნორმული ხანგრძლივობა არის 0.12-დან 0.2 წამამდე, ხოლო QT ინტერვალის ხანგრძლივობა ეს არის 0.4-დან 0.54 წამამდე. როდესაც განვიხილავთ პათოლოგიებს, ინტერვალების შემთხვევაში განვიხილავთ ინტერვალის გახანგრძლივებას ან მის დამოკლებას. პირველი ინტერვალი, რომელიც გვხვდება, ეს არის QT ინტერვალი და პათოლოგიების შემთხვევაში მისი ხანგრძლივობა 0.54 წამზე მეტია. QT ინტერვალს საკმაოდ დიდი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამიტომ ბაძეტმა მისი გამოთვლის სპეციალური ფორმულა შემოგთავაზა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება. QT ინტერვალის ხანგრძლივობა უდრის ერთ-ერთ კომპლექსს შორის, ანუ QT ინტერვალის ხანგრძლივობა შეფარდებული ორ R კბილს შორის არსებული მანძილის ფესვთან. სწორედ ასე გამოვიხილეთ QT ინტერვალის ხანგრძლივობას, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ყოველდღიურად ამ ფორმულის გამოყენება საკმაოდ არაკომფორტულია, არსებობს მისი, ანუ QT ინტერვალის ხანგრძლივობის იდენტიფიცირების უფრო მარტივი მეთოდი. ვაკვირდებით ორ R კბილს და მათ შორის არსებულ შუა წერტილს. თუ შუა წერტილის მარცხნივ მდებარეობს T კბილი, ამ შემთხვევაში ვივარაუდებთ, რომ QT ინტერვალის ხანგრძლივობა ნორმაშია. რაც შეეხება პათოლოგიებს, შესაძლებელია შეგვხვდეს ინტერვალების გახანგრძლივება ან დამოკლება. QT ინტერვალის შემთხვევაში განვიხილოთ მისი გახანგრძლივება, როდესაც ხანგრძლივობა 0.54 წამზე მეტი არის. არსებობს ესეთი მნემონიკი ელექტრა, მედეა და ჰიგეა. ელექტროლიტების დისბალანსის დროს შესაძლებელია გქონდეს QT ინტერვალის გახანგრძლივება, ესეთი ელექტროლიტული დისბალანსი შეიძლება იყოს ჰიპოკალემია, ჰიპომაგნემია, თუნდაც ჰიპოკალცემია. ამასთანავე მედიკამენტით შეიძლება იყოს ინდუცირებული QT ინტერვალის გახანგრძლივება, როგორიც არის ანტიფსიქოზური, ანტიარითმიული, ანტიდეპრესანტული საშუალებები და ასევე ანტიბიოტიკები. ასევე შესაძლებელია ჰიპოთერმულ პაციენტებში შეგვხვდეს QT ინტერვალის გახანგრძლივება და გენეტიკურად იყოს განპირობებული, როგორიც არის მაგალითად გენეტიკურად განპირობებული პროლონგირებული QT ინტერვალი. შემდეგი ინტერვალი, რომელიც პათოლოგიებსაც განვიხილავთ, ეს არის PR ინტერვალი და PR ინტერვალის შემთხვევაში შეიძლება შეგვხვდეს დამოკლება, როდესაც მისი ხანგრძლივობა 0.12 წამზე ნაკლებია და მისი გახანგრძლივობა, როდესაც მისი ხანგრძლივობა 0.2 წამზე მეტია. დამოკლება შეიძლება PR ინტერვალის შეგვხვდეს Wolff-Parkinson-White სინდრომის, Launganon-Levinისა და Launganon-Levinis სინდრომისა და კვანძოვანი რითმის დროს. რაც შეეხება გახანგრძლივებას, გახანგრძლივება შეიძლება შეგვხვდეს პირველი ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკის დროს, ჰიპოკალემიის, მწვავე რევმატიული ცხელების და ლაიმის დაავადებასთან ასოცირებული კარდიტების დროს. რაც შეეხება სეგმენტებს. სეგმენტების შემთხვევაში განვიხილავთ სეგმენტის ელევაციას პათოლოგიების დროს და მის დეპრესიას. როგორც უკვე განვიხილეთ, ნორმის შემთხვევაში სეგმენტი უნდა მდებარეობდეს იზოელექტრულ ხაზზე. სეგმენტების ელევაცია და დეპრესია პირველი განვიხილავთ PR სეგმენტის მაგალითზე.
და პიერ სეგმენტის დეპრესია გვხდება მაგალითად პერიკარდიტებისა და წინაგულების ინფარქტის დროს და ამასთანავე ელევაცია გვხდება AVR განხრაში, მხოლოდ და მხოლოდ პერიკარდიტების დროს. TP სეგმენტს რაც შეეხება, TP სეგმენტს გამოვიყენებთ კონკრეტულად უფრო მეტად წინაგულების აქტივობის შესაფასებლად და იმ შემთხვევაში თუ ელექტროკარდიოგრამაზე უკბილი არის გამოსახული, თუმცა ესე კონკრეტულ პათოლოგიებთან მას ასოცირება და კავშირი არ აქვს. ST სეგმენტის შემთხვევაში გვაქვს ინგლისური მნემონიკი, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს, ეს არის depressed ST და elevation და რომელიც შემდეგნაირად გაიშიფრება. ST სეგმენტის დეპრესია გვხდება სარქლოვანი პროლაფსის დროს, მარცხენა პარკუჭის გადაჭიმვის შედეგად, როდესაც ხდება მისი ზომაში მომატება, ჰიპოკალემიის დროს, ანუ როდესაც კალიუმის დაკარგვა ხდება ორგანიზმიდან, რეციპროკული ST დეპრესიის დროს, მაშინ როდესაც გვაქვს ფილტვში ემბოლია, სუბენდოკარდიული იშემიისა და ინფარქტის დროს, ენცეფალური ჰემორაგიის დროს, ასევე დილატაციური კარდიომიოპათიის, შოკისა და მაგალითად ქინიდინებით ინდუცირებული ტოქსიურობის დროს, ხოლო რაც შეეხება ელევაციას. ელევაცია შეიძლება შეგვხვდეს ST სეგმენტის ელექტროლიტური დისბალანსის დროს, მარცხენა ჰისის კონის ბლოკადის დროს, ადრეული რეპოლარიზაცია, როდესაც გვაქვს, ამასთანავე, როდესაც გვხდება ვენტრიკულური ჰიპერტროფია, ასევე არითმიული დაავადებების დროს, როგორიც არის მაგალითად ბრუგადას სინდრომი, ტაკოცუბოს მკურნალობის დროს შესაძლებელია მოხდეს მკურნალობის შედეგად ST სეგმენტის ელევაცია, ასევე შესაძლებელია შეგვხვდეს მაშინ, როდესაც ხდება მიოკარდიუმის დაზიანება, მაგალითად ინფარქტების დროს, მაშინ როდესაც გვხდება ოსბორნის ტალღები და არაათეროსკლეროზული სტენოკარდიების დროს, როგორც არის მაგალითად ბაზოსპაზმური, ანუ პრინცმეტალის სტენოკარდია. სულ ეს იყო ვიდეო კბილებზე, სეგმენტებსა და ინტერვალებზე, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.